გელოდებათ ახლო მომავალში. მოდით ვნახოთ მეგობრებო ტრადიციისამებრ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 6 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დავარიგებ ახლავე ვარიანტებს და ვნახოთ, ხო? ორ ვარიანტიანი გვექნება გაშლა და ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა ელოდება პირველ ვარიანტს 6 აპრილიდან 13-ის ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს. ქვებსაც დავარიგებთ ახლავე. პირველი ვარიანტი მოდით იყოს ასეთი ქვა და მეორე ვარიანტი იყოს ასეთი ქვა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით, ხო? რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. პენტაკლების დედოფალი. უპირველეს ყოვლისა აქ ხედავ გარკვეულ ფინანსურ შედეგებს, გარკვეულ ფინანსურ სტაბილურობას. აქამდე თუ იყო გარკვეული ფინანსური ხარვეზები, ფინანსური არასტაბილურობა ან გაურკვევლობები ფინანსების კუთხით, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს რეალობაში აშკარად შემოაბიჯებს ფინანსური სტაბილურობა. გარდა ამისა, პენტაკლები არ არის, მატერიალური არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფული, ხო? და ქონება. მატერიალური ასევე არის ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი რეპუტაცია, ჩვენი სტატუსი და აქ მე ვხედავ თქვენში ნაყოფიერობას ყოველ ამ სფეროში. სტატუსის, რეპუტაციის კუთხით. გარდა ამისა, თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში იგრძნობთ იმას, რომ ხართ დაცულად. სხვათა შორის ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია კონკრეტულმა ადამიანმა თავი ძალიან დაცულად გაგრძნობინოთ რაღაც მომენტში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 6 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, კი ნახავ მაისი ვთქვი. დაგელოდებათ აბა. უფროსი არკანი იმპერატორი ქალი, მეგობრებო, რა ხდება პენტაკლების ორიანი. რა ფემინური ენერგიები იღვიძებს თქვენში, ხმლების 4-იანი, ხმლების ტუზი, რა ხდება ეს, ხმლების 7-იანი და უფროსი არკანი იმპერატორი კაცი. მეგობრებო, რა ხდება აქ თქვენს რეალობაში, გამარკვიეთ, გამაგებინეთ. პირველ რიგში ხო, ქალბატონებო, თქვენში იღვიძებს ძალიან მძლავრი ფემინური ენერგიები. აქ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ ამ ერთი კვირის განმავლობაში ყურადღების მოზღვავებას მამაკაცების მხრიდან. სავსებით შესაძლებელია მიიღოთ რაღაც გარკვეული საჩუქრები, რაღაც გარკვეული სიურპრიზები შეიძლება იყოს აქ ფულადი, ფინანსური, აი მაგალითად უცაბედად შესაძლოა მამაკაცმა იმით გამოხატოს თქვენთან მიმართებაში სიმპათია, რომ დაუშვათ ფული გამოაგზავნა, ხო? არ საიდან, უბრალოდ მოუნდა რაღაც ასეთი რომანტიული ჟესტის გაკეთება, ისე უბრალოდ. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება, ხო? უმეტესობასთან აქ უფრო ხედავ რაღაც გარკვეულ საჩუქრებს. მაგალითად, იცით, ვიღაცასთან ეს იქნება საჩუქარი მამაკაცისგან, მაგალითად, მოულოდნელი ყვავილები შეიძლება იყოს ეს, ან მოულოდნელი რაღაც პატარა სიურპრიზი, მაგრამ აი რაღაც აშკარად მატერიალური მოდის. და ნახეთ ასევე ველასთან მამაკაცისგან არ იქნება ეს. შესაძლოა თქვენ მიიღოთ მეგობრისგან და ქალისგან რაღაც საჩუქარი, მაგალითად ხო, რომელიც თქვენ გაგახარებთ. ან შესაძლოა თქვენ თავად გადაწყვიტოთ, რომ გაუკეთოთ თქვენს თავს რაღაც ბევრად უფრო გლობალური საჩუქარი, ვიდრე აქამდე უკეთებდით ხოლმე. ესეც არ არის სავსებით გამორიცხული, ხო? მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით აქ ვიღაცისგან ან ვიღაცეებისგან მიიღებთ რაღაც ისეთ ყურადღებას, მატერიალურ ყურადღებას, ანუ ყურადღებას, რომელიც გამოიხატება მატერიალური ნაბიჯებით, ფულით, საჩუქრებით, შესაძლოა სადმე დაპატიჟებითაც კი, ხო? რატომაც არა, მაგრამ ნახეთ, აქ თქვენ ტაროს არკანები გეუბნებიან იმას, რომ დასვენება არ უნდა მოიკლოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. გასაგები არის შრომა, გასაგები არის მუშაობა, გასაგები არის ის, რომ ყოველი თქვენი ჩადებული შრომა და ენერგია ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება ძალიან ახსავსე ფემინური ენერგიებით, ახსავსე შთაგონებით, ახსავსე ნაყოფიერობით, იმიტომ რომ აქ ნაყოფიერობა იგრძნობა ძალიან მძლავრად. სხვათა შორის ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ შეიძლება იყოს რაღაც ნანატრი ორსულობა ან რაღაც მსგავსით კი, მაგრამ ნახეთ, დაასვენეთ საკუთარი თავი.
ამ ერთი კვირის განმავლობაში ეცადეთ, რომ მეტად იმედიტიროთ, მეტად დაისვენოთ, შეძლების და გვარად დაასვენოთ თქვენი თავი, თქვენი ტვინი, თქვენი გონება და დასვენებაში მე არ გულისხმობ უბრალოდ წოლას და სკროლვას, ჩემო კარგებო. არ გულისხმობ უბრალოდ წოლას და სკროლვას, იმიტომ რომ ეს დასვენება არ არის. ხო, გარკვეული დასვენების ტიპია, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ამას არ გულისხმობ. მე გულისხმობ გონების გათიშვა ყველასა და ყველაფრისგან. თუნდაც მედიტაციების საშუალებით, ხო? ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან დიდი შანსია გაირკვას რაღაც ისეთი, რასაც თქვენ საერთოდ არ ელოდებით კონკრეტულ იმპერატორ კაცთან დაკავშირებით, მაგალითად გაირკვას თქვენს დაქალზე რაღაც, გაირკვას თქვენს ძმაკაცზე, მეგობარზე, მამაკაცზეც რაღაც ისეთი, რაც დიდად შეიძლება არ გესიამოვნოთ. აქ უფრო ვხედავ გარკვეულ ენერგეტიკულ ქურდობას ვიღაც ისეთი ადამიანისგან, რომელიც თითქოს აი თქვენთან ახლოს არ არის ეს ადამიანი. Აი მთლად ახლოს არ არის, მაგრამ აი სათხაც თქვენ სივრცეში ახლომახლოდ ატრიალებს. და ამ ადამიანთან დაკავშირებით რაღაც ტყუილი ან რაღაც გარკვეული ენერგეტიკული ქურდობა, რაღაც გარკვეული მიბაძვები შეიძლება იყოს აქ გაირკვევა. და ასევე დავამატებდი ასეთ ინფორმაციას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩართეთ მაქსიმალურად ინფორმაციული ფილტრი და მეგობრებო, ნუ გაუზიარებთ ყველაფერს, ნუ უყვებით ყველაფერს განსაკუთრებით კარგს. გაქვთ რაღაც კარგი გეგმები, ნუ მოუყვებით, სანამ ეს გეგმები არ ასრულდა. გაქვთ ახალი მიზნები, ნუ მოყვებით, ნუ იჩქარებთ. რაღაც კარგი და ახალი მოხდა, ვიღაცამ რაღაც გაჩუქათ, მესმის ძალიან გინდათ რომ ყველას მოუყვეთ და მთელ სამყაროს მოსდოთ, გინდათ ყვირილი და ასე შემდეგ, მაგრამ შეიკავეთ თავი, მეგობრებო. ცოტა ხანი ადროვეთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ აქ ცოტათი თვალის ენერგიები შეიძლება წამოვიდეს თქვენკენ. ამიტომაც ნუ რავის ნუ გაუზიარებთ ზედმეტად ბევრ ინფორმაციას. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, აბა თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში და აქ ამოვიდა პენტაკლების რვიანი. ნუ ეს არის მუშაობა, საკუთარი შრომის პროცესი, ტკბობა. ეს არის, როდესაც ჩვენ სწავლობთ, როდესაც ჩვენ მეცადინეობთ, ან როდესაც ჩვენ მაგალითად მუშაობთ, ხო? ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ ეს არის პირველ რიგში ორმაგი სტაბილურობის არკანი, პირადად ჩემი განმოსახედიდან, როდესაც ჩვენი შრომა არის შედეგიანი. მაგალითად, თუ თქვენ რაღაცას სწავლობთ ან მეცადინეობთ, ეს იქნება შედეგიანი ნაყოფიერი და სხვათა შორის თქვენთვის სასიამოვნო პროცესი. თუ თქვენ ვარჯიშობთ, ეს იქნება თქვენთვის სასიამოვნო პროცესი. თუ თქვენ მუშაობთ სახლიდან ან ზოგადად გაქვთ სამსახური, ეს იქნება თქვენთვის დამტკბობი პროცესი, ხო? დავამატოთ არკანები, დავნახოთ. დამტკბობი, სტაბილური, მყარი და შედეგიანი. რა ელის მეორე ვარიანტს 6 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, ნახოთ აბა. ხმლების ორიანი უკაცრავად, ხმლების სამიანი, რა ხდება? კვერთხების მეფე, თასების 6-იანი, პენტაკლების ტუზი. რა ხდება, მეგობრებო, რაში არის საქმე? ვინ გაგიტეხათ გული, ვინ გაწყენინათ, მითხარით, გადავუბლი ტრაქტორით. კარგით, ხუმრობა გვერდით იყოს. ნახეთ, აქ მე ვხედავ პროცესებს, ცოტა სიღრმისეული პროცესები ჩანს აქ. როდესაც თქვენ იხედებით საკუთარ თავში, როდესაც თქვენ საკუთარ თავს უსვამთ ძალიან რთულ შეკითხვას, რომელზედაც პასუხი გააშინებთ. გაფრთხილებთ, ეს არ იქნება სასიამოვნო პროცესი, ეს შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული პროცესიც კი, მაგრამ რაღაც შინაგანი არჩევნის წინაშე დადგებით. ვიღაცისთვის ეს არის არჩევანი, დავრჩე თუ წავიდე კონკრეტული ურთიერთობიდან ან კონკრეტული მდგომარეობიდან, ხო? კონკრეტული ენერგიებიდან. ვიღაცისთვის ეს არის მხოლოდ რაღაც პირადი არჩევანი, აი გავაგრძელო თუ არა ესეთი ცხოვრება თუ კონკრეტულად ეს ასპექტი შევცვალო თუ როგორ შევცვალო, ხო? მაგრამ ერთს გეტყვით, მეგობრებო, ზოგადად ყველაზე მეტად რა შეკითხვებზედაც გვეშინია ხოლმე პასუხის გაცემის საკუთარი თავისთვის, ზუსტად იქ უნდა ვეძებოთ ხოლმე. ზუსტად ეს შეკითხვები უნდა დავუსვათ ხოლმე საკუთარ თავს, იმიტომ რომ შიში ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეშინია რაღაც გარკვეული სიმართლის. და კი გარკვეული ასეთი პროცესები და თვითგანვითარება შეიძლება იყოს საკმაოდ მტკივნეული, ძალიან არასასიამოვნოც, მაგრამ საჭირო არის, იმიტომ რომ აქ თქვენ შეძლებთ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას თქვენს რეალობაში შეხედოთ მაქსიმალურად ფხიზელი თვალით, ყველანაირი ვარდისფერი სათვალეების გარეშე, იმიტომ რომ ვარდისფერი სათვალეები ყოველთვის ძალიან რთულად და ძალიან მტკივნეულად
მთავრდება და რაც უფრო მალე და მარტივად მთავრდება, მით უკეთესი. ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ვიღაცისთვის კონკრეტულ მამაკაცში შეიძლება იყოს იმედგაცრუება ან მიხვედრა იმისა, რომ ადამიანი მაგალითად მანიპულირებდა ან ადამიანს რაღაც ხოლო სქესობრივი მოტივები ჰქონდა. ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ეხება ერთეულებს, რაც მამაკაცზე ვთქვი. უმეტესობასთან ეს არის რაღაც შინაგანი პროცესები, რომლებიც შეიძლება იყოს არასასიამოვნო. ასევე მე აქ ვხედავ რაღაც გარკვეულ ნოსტალგიურ შეხვედრას, ნოსტალგიურ კომუნიკაციას. ეს შეხვედრა შეიძლება იყოს ონლაინ, მაგალითად კონკრეტულმა ადამიანმა თქვენი წარსულიდან ყოფილმა მეგობარმა, ამხანაგმა, კლასელმა, შეყვარებულმა, არ ვიცი, შეიძლება მოგწეროთ ძალიან თბილი ტექსტი, ძალიან თბილი აღიარება. შესაძლოა ამჟამინდელმა თქვენმა მეგობარმა ან პარტნიორმაც გააკეთოს რაღაც ასეთი, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ აქ ჩანს ძალიან თბილი კომუნიკაცია და უმეტესობისთვის ეს იქნება თბილი კომუნიკაცია. თბილი რაღაც აღიარება, ნოსტალგიური შეგრძნებები, სასიამოვნო საუბრები და კომუნიკაციები ვიღაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან. თუმცა გავიმეორებ მეგობრებო, სავსებით შესაძლებელია თქვენი დაქალისგან, ძმაკაცისგან თუ თქვენ მამაკაცი ხართ, მიიღოთ რაღაც ძალიან თბილი სიტყვები. ფინანსების კუთხით აქ იქნება ძალიან შედეგიანი კვირა, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე და ნაყოფიერი, როგორც ჩანს ორივე ვარიანტთან. და მეგობრებო, მოდით მე ამაზე თქვენ დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს და ნახვამდის.